მოემზადეთ ჩემთან ერთად. მოკლედ ახლა მომზადები, უნდა წავიდეთ გოგოები ღვინის ქარხანაში, კონკრეტულად გონი რესტორანს ვქებ შუშაბანდი. ზემოდან ვისვამ თეთრ ბრეტელებიან პიჯაკს და არ მინდა რომ მეიქაპით დავსვრო, შესაბამისად მეიქაპის მერე ჩავცვენ და აუცილებლად განხეთქილ ერთდღევანდელი ჩემი აუთფიტი ძანა. აი უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ სკოლა მეწყება ზეგ სულად ხვდები, მართლაც სულად ხვდები, არ მინდა რომ დაიწყოს. განსაკუთრებით არ მინდა რომ დაიწყოს იმის გამო, რომ დილით ადგომის პროცესი მეცხრება ძალიან. აი სასწავლო ძალიან. ეხლა რა ვხვდები, რომ დილით მომიწევს 6-ზე ადგომა. ანუ 6-ზე რატო ვდგები? იმიტომ რომ 1 საათი მჭირდება გამოსაფხიზლებლად. თან დილით ადრე თუ ვდგები. ხო ერთად იდება, მე უნდა მოვემზადო, წავიდე სკოლაში. აღარ მინდა. სკოლის საგნავმა დიდად რა შემოწუხან, უკვე დავიწყე სწავლა და უფრო სხვა რაღაცებს რომ მივხვდო რა და არა სკოლაზე არ ძალიან ბევრი დრო არ დამჭირდეს ამიტომ. რაც წიგნები მოგცეს და რაც თავისუფალი დრო მქონდა, სკოლის საგნებს მეცადინავ, იმიტომ რომ მინდა, მართლა ძალიან მინდა, რომ სკოლაზე არ მომიწიოს ტრილიონი საათის დახარჯვა. ზოგადად ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოჯინებით თამაში რა, იმიტომ რომ ის მომწონდა რომ დეიდობა და რაღაც რა. ეხაც ვითამაშებ თოჯინები. მოკლედ ეგეთი რაღაცები ძალიან მიყვარს, აი ვაფანატებ ეგეთ რაღაცებზე რა და გუშინ რა ტიკტოკს ვსკროლობდი და მთელი ჩემი ტიკტოკი იყო reborn ბავშვები რო არიან რა, ბავშვები რა თოჯინები, აი ძალიან რო გვანან ბავშვებს, აი ნამდვილ ბავშვებს. აი ეგენი. ეხლა ვფიქრობ რა, ერთი რო გამოვიწერო თქო, ან თან თოჯინები არ არის რა სათამაშოდ, იმიტომ რომ ისეთი მე ქიმიური ნივთიერებებით შედგება, რომ ბავშვებისთვის ცოტა საზიანოა, ამიტომ ცოტა არ კარგად საზიანოა, ამიტომ ნუ არ არის სათამაშოდ რა. და ძალიან ბევრი limited collection-ის თოჯინები მქონდა, სულ მჩუქნიდა ხოლმე. და ნუ ყველაფერი გააჩუქეს ჩემი ნებართვის გარეშე, მაგრამ ახლა მეთქი ხარ გამოვიწერო თქო რა და ახლა $100-ზე მეტი არ მეგონა თუ იქნებოდა. ხო და შევდივარ ამ საიტებზე და ფასი $700-800-ზე ნაკლები არ იყო. ასე მარტივად გადავიფიქრე ამ თოჯინის გამოწერა რა და თან ანუ მინდოდა რომ ჩემი ბავშვობის გამეხარებინა რა, იმიტომ რომ აი ბავშვობაში baby born-ი რაც კერსებდა ყველა სათამაშო მქონდა რასაც ქვია თოჯინა. დღეს კლარისის ტუში გადავწყვიტე, იმიტომ რომ მე კარგად დამიდგება წავწამითქა და კარგადაც მაქვს. ახლა ვფიქრობ შავფანქარი აქეთ ხარ წავსვი, ადრე ვისმოდი ხოლმე და მომწონდა. ნორმალურია. თუ მთლიანად წავისა, თუ ესე იყოს, არ ვიცი. მგონი ესე ცუდად არ მაქვს და ამიტომ ესე იყოს. წავისმა ამას. ის რა არის ხოიცით რომ ამბობენ რომ სანამ რა ქვია ვიღაც რომ მოგეწონებაო, შენიო ორგანიზმიო ხვდებაო რა და ან რეჯექტებს ან პირიქით. ხო და ეხლა ვიღაც მომწონს, არ ვიცი. ხო და სახეზე როგორ გამომაყარა პროსტა. სახეზე ხო გამომაყარა, აი სასტიკით გამონაყარი მაქვს. მე ყველაფერი რაც კი არასდროს არ დამმართნია, ყველაფერი ეხა მაქვს. დედაკი ხო წევი არ ჩამაცივდა ვინ არისო. რაღაც მიყლავა რა გითხრა. კაი, ახლა ეს წავისად. ახლა ვფიქრობდი რა ამ გლოსის ტასმა მინდოდა, მაგრამ მე მგონი არ უნდა გლოსი ამას. ჭყუელები უნდა, ამიტომ ჭყუელებს გადავისვი. ისევ ამ ჭყუელებს, ის ჭყუელები ჯობია ისე ჭყუელები რო არის. ახლა ჰაილაითერი. სანამ იმ თეთრიმეს ჩავიცვან, ხელები კარგად უნდა გავიცვიდე რომ არ დავსვარო. მე გადავწყვე რომელიც სუნამა, ეს თუ ეს, ორივეს დავსვამ. ანუ ამისიც სუნით ძალიან მიყვარს და ამისიც. აღარ განსხვავებული სუნები აქვს. აღარ და აი სასტიკად განსხვავებენ. ცოტა სუნეკა. მისუნით ძალიან მიყვარს. აი ყველაზე მარტივი ის არის. დედა მითხრა ესა ირჩიეო. ამას დავისხო. და ჩემს არ ვასება ეს უნდა მოსხოთა შორის, იმიტომ რომ მისთვის ძალიან ისა ძლიერია. მე ძალიან მიყვარს. კი არის ძლიერი, მაგრამ მიყვარს ხოლმე სუნამოს კვალს რო ვტოვებ, ამიტომ. ახლა ფეხი ჩავცვამ და განახევთ აუთფიტს. ეს არის ჩემი დღევანდელი აუთფიტი. ეს ხელი მინდა კარგად გამოჩნდეს. აბა რას ფიქრობთ, დამწერეთ კომენტარებში. ნახვამდის.